პირველი რადგან 10 წუთით ნაკლებს ანდომებს, ნიშნავს რომ მეორე ანდომებს 10 წუთით მეც, ანუ t plus t იქნება y plus 10 წux. თუ პირველმა აი ამ y წუთში გაიარა რაღაც s მეტრი, მეორემ პირველმა მოახერხა 600 მეტრით გავლა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორემ 600 მეტრით ნაკლები s minus 600 მეტრი. აი ეს ხდება მდინარეზე. მდინარეზე რეალური სიჩქარე გამოდის v, პირველს გამოუვა გავლილი მანძილი s-ი გაყოფილი y-ზე დროზე. s-ი გაყოფილი y-ზე. ეს არის მეტრი, შეგახსენებთ წუთა. მეორეს v გამოვა s minus 600 გაყოფილი y plus 10. ესეც ამის ერთეული მეტრი წუთა. ახლა დავაკვირდით, მდინარის საწინააღმდეგოდ მისი სიჩქარეა s-ი შეფარდებული y-თან. ამას თუ დავამატებთ მდინარის სიჩქარეს, ანუ პირველისთვის s-ი შეფარდებული y-ს დავამატებთ მდინარის სიჩქარეს, ამით მივიღებთ საკუთარ სიჩქარეს. აი ეს არის დინების საწინააღმდეგოდ და სიჩქარეც გქონდა, ვამატებთ დინების სიჩქარეს და მთლიანად გვაძლევს საკუთარი სიჩქარეა s. რადგან საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ასევე მეორე ნავისთვის იგივე ამ სიჩქარეს, რომელიც მას დინების საწინააღმდეგოდ გქონდა, აი 600 შეფარდებული y plus 10. დავამატებთ დინების სიჩქარეს x, მივიღებთ მეორე ნავის საკუთარ სიჩქარეს. ტბაში მოძრაობა სწორედაც რომ საკუთარი სიჩქარით ხდება. ანუ პირველი ტბაში მოძრაობს იმ დროის განმავლობაში, რაც მდინარეზე. მდინარეზე მან დახარჯა პირველმა ვიცით რომ y წუთი დახარჯა მდინარეზე. ანუ y-ს თუ გავამრავლებთ აი ამ სიჩქარეზე, საკუთარ სიჩქარეზე, ამით ჩვენ პოვლობთ ტბაში გავლილ მანძილს. თუ რა მანძილი გაიარა ტბაში პირველმა ნავმა. მეორე ტბაში სიჩქარე, ანუ საკუთარი სიჩქარე ეს აქვს, ამას თუ გავამრავლებთ ეს უნდა გავამრავლოთ იმ დროზე, რა დროის განმავლობაში მან მდინარეზე იმოძრავა. მდინარეზე მეორე სხეულმა იმოძრავა აი ამ დროში y plus 10. კიდევ მიმეორებ, ეს არის საკუთარი სიჩქარე, ეს არის დრო, რომელიც ტბაში იმოძრავა. ნამრავლი გვაძლევს მანძილს, რომელიც მან გაიარა ტბაში. ტბაში გავლილი მანძილი პირველისა ესა, მეორესი ესა. აი ეს მანძილები ამოცანის პირობით ტოლია. ახლა თითქოს ბევრი უცნობი გვაქვს და ამის ამოხსნა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვეძებთ x დინების სიჩქარე, x-ით ავნიშნებთ. დინების სიჩქარე x-ით. თუ დააკვირდებით, გახსოვთ x-ი დინების სიჩქარე. გვექნა კარგი იყო დინების სიჩქარე x-ი მეტრი წუთთან იქნება მისი ერთეული, ამიტომ მეტრი წუთებში ვმუშაობთ აქა. გავხსნათ აქ ფრჩხილები, მოდი პარემ ამოვხსნით აი ამას, y გამრავლებული 5 შეფარდებული y-თან პლუს y გამრავლებული x-ზე ტოლია. აი ეს y plus 10 გავამრავლოთ ჯერ აი ამ წილადზე მთლიანად აი ამაზე და მე
გამრავლოთ x-ზე. ანუ s მინუს 600 შეფარდებული y პლუს 10 გამრავლებული y პლუს 10-თან. აი კიდევ ვიმეორებ s გავამრავლე ჯერ ამ წევრზე, აი ამაზე და პლუს ეხლა x-ი უნდა გავამრავლოთ აი ამაზე. აქ y-ები წავა, გვექნება 5 პლუს 5 რა 5 აქ s-ია, ოდიში. s-ი შეფარდებული s y-ი წავა დაგრჩება მხოლოდ s-ი პლუს yx-ი ტოლია. აქ s და s გავათილდება, დაგრჩება s მინუს 600 პლუს xy პლუს 10x. აქ s-ი და s-ი წავა, yx-ი და yx-ი გავათილდება და დაგრჩება 600 უდრის 10x. x-ი უდრის 60. ერთეული შეგახსენებთ მეტრი წუთთანაა. მადლობთ ყურადღებისათვის.